სმაილ გამიშვი ხელი. ჩუმად, ეხლა ყველაფერს გაიგებ. რა ხდება, სად მიყავარ? ახლავე გაჩვენებ. სმაილ რა გჭირს? დიანა, ამ ყველაფრით დავიღალე, უნდა დავასრულოთ. სმაილ, რას აკეთებ? ეს დიმას კარადაა. გესმის დიანა, უკვე დავიღალე შენი დიმათი. სმაილ, რა პრობლემა გაქვს? საერთოდ იცი რა მოხდება, ვინმე მაგ რომ დაგვინახოს? არ მადარდებს. ამას ხედავ? არა, არ მინახავს, რა არის? ეს უბრალოდ შეფუთვა, აი ეს წაიკითხე. მისმინე სმაილ, მე და დიმა არც ველაპარაკებით ერთმანეთს. უბრალოდ ვართ რა და არ დავარღვევ მის პირაციურცეს. უბრალოდ წაიკითხე და გაიგებ. მისმინე სმაილ, თუ ვინმე გამოგვიჭრს რომ ამას ვაკეთებთ, მე არ ავიღებ ჩემ თავზე, გაიგე? არ მინდა რომ სკოლიდან უბრალოდ გამარჯვო. წაიკითხე. მინდა რომ მიიღო ეს საჩუქარი ჩემგან და გითხრა რომ ძალიან მიყვარხარ. მოდი ერთად ვიყოთ. იმედი მაქვს რომ შენც შემიყვარებ. დიდი სიყვარულით, მხოლოდ შენი. დიმა. კარგი, გაიგი ახლა. ეს ხო უბრალოდ დიმას დაწერილი სასიყვარულო წერილია. ეს ნიშნავს, რომ კიდევ შენ გამოგეკიდება. რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს? კარგი რა, სმაილ, ეს ჩემი საქმე არ არის. არც კი ვიცი საერთოდ ვის დაუწერა ეს წერილი. დიანა, ეს უბრალოდ წერილი არ არის. იცი ყუთში რა დევს? არა, სმაილ, არ ვიცი, იმიტომ რომ სხვა ხალხის კარადებს არ ვამოწმებ ხოლმე. დიანა, აქ ნიშნობის ბეჭედია. მას უნდა რომ ცოლობა გთხოვოს და არც ადარდებს რომ ჩემთან ერთად ხარ. სმაილ, გაგიჟდი? უბრალოდ შეამოწმე. სერიოზულად, სმაილ, არც ერთი 16 წლის ადამიანი არ იფიქრებს ხელის თხოვნაზე. ღმერთო, მართლა ნიშნობის ბეჭედია. კარგი, ახლა დარწმუნდი? შენი დიმა უკვე ცუდად მხდის, მეტბეჭედს ვეღარ მოგცემს, ეს მალე მორჩება. მოიცადე, ეს უკან არ უნდა დააბრუნო? მე ვთქვი, რომ მეტბეჭედს ვეღარ მოგცემს. მოკლედ მეგობრებო, დღეს რაღაც გავიგე. დიმა ფეხბურთელმა საბოლოოდ გადაწყვიტა დიანას სმაილის განdabrუნება. მოკლედ ისევ ეს დიმა და დიანა დავიღალე. ჯიჯი, შეიძლება შენ არ გაინტერესებს, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს. არტემ, გითხარი? ხო, მოდი ვილაპარაკოთ, მეც ხო, მაინტერესებს. ჩემი დაინტერესებული. არტემ, გამიშვი, უნდა მოусმინო. მოკლედ, დღეს დიმა სკოლაში მოვიდა, აბა თუ იცით რით? რითი? ნიშნობის ბეჭედით. ხოლოდ ეს არა, ბეჭედი ინტერნეტში ვნახე და წარმოიდგინეთ, ის $3000 ჯანდაბა, ამდენი ფული საიდან აქვს? მე მანქანას ვიყიდიდი. მართლა, ეგეთი რანაირი ბეჭედია? პატრიკ, მიყიდი ეგეთ ბეჭედს? ხო, როცა გავისრდები გიყიდი. შეწყვიტეთ ბავშვებო, ეს ბეჭედი $3000 ღირს. საიდან აქ დიმას ამდენი ფული? რამე უცნაური ბეჭედია? ჯული, გასაგებია რომ შენთვის ბეჭედი არავის არ მოუცია და ამიტომაც არ იცი. ეს ბეჭედი სერიოზული ბრენდისაა. ყველაფერი გასაგებია, დღეს ჩვენ სკოლაში იქნებიან მეფე პატარძალი. როგორც ჩანს, დიმამ გადაწყვიტა დიანასთან დაქორწინდა. და ზუსტად ამას ჩაშლის სმაილი დღეს, არა პატრიკ? ხო, ჯიჯი. მოიცადეთ ბავშვებო, და თქვენ ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ? კარგით, ახლა გეტყვით ეს როგორ გავიგე. დღეს კლასში მოსვლის მერე საბირთვაეშოში გავედი და დიმა და კოსტა დავინახე და მათი საუბარი გავიგე. დიმამ თქვა რომ საჩუქარი და ბეჭედი $3000 ღირდა და დიანა მისი გახდება. ვაუ! დღეს ძალიან სახალისო იქნება. ისე დიანა რა იღბლიანია, სმაილი ყოველთვის ყველაფერს ყიდულობს, დიმამაც აგერ $3000 ბეჭედი უყიდა. ზოგადად რამდენ ყურადღებას იღებს? არა, არც ისე დიდი ყურადღება. კოსტა, მასთან მივალ და ვეტყვი. საყვარელო, ძალიან კარგი ვარცხნილობა გაქვს. დიმა, მას კარგი ვარცხნილობა არ აქვს, უბრალოდ თმა ცვივა. კოსტა, მაშინ ვეტყვი, ძალიან ლამაზი თმა გაქვს. მერე ბეჭედს მივცემ და ის აუცილებლად ჩემი გახდება. დიმა, ამას ვერ მიაღწევ. ყველა შენი ვერ გახდება და $3000 ბეჭედისთვის ძვირია. არა კოსტა, არაა ძვირი, ის მას იმსახურებს. დიმა, დააკვირდი, მერე გეტყვის მერსედესი მომეცი, ქალაქის ცენტრში პენტჰაუსი. კოსტა, თუ საჭირო იქნება რომ გავიზდები, მანქანასაც მივცემ და პენტჰაუსსაც. ხო, დიმა, მაგრამ $3000-ად ჯობდა მოტოციკლეტი გეყიდა. კოსტა, იცი შეყვარებული რატომ არ ყავს? ეგეთი ხარბი რომ სამაგიეროდ მოტოციკლეტი მყავს. კარგი, ხო, წავიდეთ. გოგოებო, სად არის დიანა? ლეილა, რამდენი ხნის წინ დაურეკე? 15 წუთის წინ დავკითხე დიანა საათ ხარ და მიპასუხა რომ უკვე სკოლაში იყო შემოსული. ხო, გოგოებო, არ ინერვიულოთ, ალბათ ტანსაცმელს იცვლის. ნასტია, რა ტანსაცმელს იცვლის? მალე დამთავრდება ვარჯიში და ჩვენ რა ვქნათ? მაშინ გოგოებო, სანამ დიანა არ არის, წავიდეთ და ჩიფსები ვჭამოთ. ნასტია, რომელი ჩიფსები? აუცილებლად ახლა პომპომები აიღეთ, ჩქარა. 1 2 3 მისმინე სმაილ, დამშვიდი, ვიცი სადაც არის სავარჯიშო. დიანა, არავის აღარ ვენდობი, მე მივდივარ. მოიცადე, სად წავიღო ეს? დიანა, დამალე. კარგი, მოგვიანებით გნახავ, გამარჯობა გოგოებო. დიანა, სად იყავი? გოგოებო, რა დღე იყო? იანა, შეიძლება 1 წუთი დაგელაპარაკო? ხო, დიანა, რა მოხდა? მოკლედ, იანა, მე მგონი შენ ძმას უნდა რომ უკან დამიბრუნოს და სმაილმა აი ნახე რა იპოვა. რა არის ეს? იანა, აქ ნიშნობის ბეჭედი დევს, ნახე დავგუგლე და $3000-ზე მეტი ღირს, წარმოგიდგენია? რა?
ვივარჯიშებთ თუ არა? გოგოებო, გაჩუმდით დიანა მერე?იანა სიგიჟე არ არის? დიმას შენ უფრო სმას უნდა რომ ჩემზე დაქორწინდეს, აი ამ ნიშნობის ბეჭდით. ჯანდაბა დიანა, ყველას გვეგონა რომ ფულს აგროვებდა მოტოციკლისთვის და დედა და მამაც კი ეხმარებოდნენ შეგროვებაში, რომ გაიგონ რომ ახლა ამ ბეჭედზე და ხარჯა გაგიჟდებიან და აუცილებლად დიდ შაში გაეხვევა დიმა. კარგი, არ უთხრა შენ მშობლებს მაშინ, რომ დიმამ ჩემთვის ნიშნობის ბეჭედი იყიდა, წამოვივარჯიშოთ. ხო, წავიდეთ, დამღალა უკვე ამ ყველაფერმა. მეც შენ სმაილის რეაქცია უნდა გენახა ეს რო გაიგო. ვაიმე წარმოუდგენელია. შოკში ვარ მეც. ვაიმე ძლივს. გოგოებო, იქნებ ვარჯიშის შემდეგ გაჭოროთ თქვენი სიძეები. ხო, დიანა, იცოდე მწვრთნელს ვეტყვით. კარგით, გოგოებო, გავიგე ყველაფერი, ახლა დავიწყოთ ვარჯიში. 1 2 3 4 როვასტი ადექი სმაილ რა მოხდა ახლა რატომ გძინავს მალე ვარჯიში გვაქვს დაბადების დღეზე ვიყავი გუშინა ვერ გამოვიძინე და ახლა უნდა დავიძინე არა ბრაუს ადექი დახმარება მჭირდება კიდევ რა დახმარება სმაილ უკვე დავიღალე როდესაც დახმარებას მთხოვ მე ყოველთვის გეხმარები მოკლედ დიმას უნდა რომ დიანასთან ერთად იყოს ხო და მერე მოაგვარ არა შენ უნდა მიხედო მას მე რატო უნდა მივხედო გოგო ხარ რამე გააკეთე ჩემი არეშენია შენ იანას შეყვარებული ხარ იანა მისი და შეგიძლია რამის გაკეთება სმაილ გაგიჟდი დავიღალე შენ შეყვარებულის ბიჭების დევნით საკმარისია ახლა ძილი მჭირდება კარგი ბროვასტი დაიმახსოვრე შენც მთხოვ დახმარებას ოდესმე სო კოსტა დროა დიმა მოდი გაკვეთილის მერე ვქნა არა კოსტა გაკვეთილზე მინდა რომ ყველამ დაინახოს და მთელმა სკოლამ იცოდეს დიმა როგორც შენ გინდა ისე მაგრამ ეს გასახდელია ვიცი რომ გასახდელია არ მესმის შეფუთვა სად არის დიმა რა მოხდა რამე დაკარგე ხო კოსტა დაუკარგე სად არის შეფუთვა მე საიდან მეწოდინე კოსტა როგორ არიცი $3000 ბეჭედზე და საჩუქარზე მხოლოდ შენ იცოდი დიმა ვიცოდი მე მაგრამ ჩვენ სულ ერთად ვიყავით $3000 ბეჭედი კოსტა მე გამქურდეს დიმა გასახდელში $3000 ბეჭედს არავინ არ ტოვებს კოსტა ახლავე გავიგებ ვინ მოიპარა ჩემი $3000 საჩუქარი წავიდეთ დიმა უბრალოდ არ ინერვირული კოსტა დაწყნარდი ვინ აღიარეთ რომელმა მოპარეთ მას $3000 ბეჭედი ქორწილი აღარ იქნება არავის მოუპარია შენი ბეჭედი წადი აქედან ვლაპარაკობთ რომ ცოდნოდა რომ ეგეთი ბეჭედი გქონდა მეც მოვიპარავდი არტემ დიმა მათ არ მოუპარავთ წავიდეთ წარმოიდგინეთ მან ახლა $3000 დაკარგა 1 2 3 4 გამარჯობა ბროვასტი ჰეი ამიხსენი აქ რა ხდება მე ვერაფერი გავიგე ჩემმა ძმამ დიმამ $3000 იყიდა ბეჭედი წარმოგიდგენია ხო და უთხარით ყველად ნუ ხარჯავს დიანასთან ვერ იქნება 8 მისმინე სმაილ არ აქვს მნიშვნელობა იყიდა თუ არა იანა მაინც ყველაფერს მოუყვება თავიანთ მშობლებს ხო და დამერწმუნეთ მაგარ შარში გაეხვევა სახლში იმიტომ რომ მშობლები ნამდვილად იქნებიან კმაყოფილი რომ დიმამ ამდენი ფული დახარჯა ბეჭედზე კარგი არ ვიცი იანა მას მე თვითონ მივხედავ სმაილ უბრალოდ დაივიწყე რა დიმა დამშვიდდი ისიც აქ არის ფეხბურთელებო ჯერ არ დაგუმთავრებია ვარჯიში ხო ზუსტად ამიტომ კარიდან გადით როგორი ჯიუტია დიმა რა ლეილა დღეს შენთვის საჩუქრის მოცემა მინდოდა მაგრამ ის მომპარეს მაგრამ მაინც გეტყვი ჩემთან ერთად იქნები ბავშვებო მე მგონი შეგეშალათ სმაილ ეს ბეჭედი ჩემთვის არ ყოფილა დიანა წავიდეთ დიმა შენთან რატომ უნდა ვიყო ლეილა იმიტომ რომ მიყვარხარ და დიმა რა საჩუქარი მოიპარეს ჩემი ჩანთა სადაც ბეჭედი იყო მომპარეს დიმა და შემთხვევით ის ხო არ არის აი იქ რომ დევს ხო აქ საიდან გაჩნდა ეს აქ როგორ გაჩნდა დიანა მოიტანა დიმა თავიდან სმაილმა იფიქრა რომ შენ ეგ დიანასთვის იყიდე და მაგიტომ შენი კარადიდან აიღო ყველაფერი გასაგებია გასახდელი განაიღეთ ვაიმე გოგოებო ისევ შოკში ვარ მე და სმაილს ხომ გვიყვარს ერთმანეთი იდეალურ ურთიერთობაში ვართ რატომ გადაწყვიტა ახლა რომ სკოლა შეეცვალა მაგრამ დიანა ნუ გწყინს ხდება ხოლმე
მაგრამ არ მესმის როგორ მოხდა. საერთოდ არ მესმის რა არის პრობლემა, რატომ გადაწყვიტა ასე უცბად რომ სკოლა შეეცვალა, რომ იცოდა რომ მე აქ დამტოვებდა. მის გარეშე როგორ ვიცხოვრო, ძალიან შეჩვეული ვარ. დიანა, იქნებ კამათი მოუვიდა ვინმესთან. აი იმ მწვრთნელთან ხო ქონდა კონფლიქტი. არა გოგოებო, მაინც არ არის რაღაც სწორი. კონფლიქტის გამო სკოლის შეცვლა შეიძლება? ყველაფრის გადაჭრა შესაძლებელია. 100% დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ უნდა და შეეცვალა. დიანა, იცი რა არის ყველაზე უცნაური? იმ მწვრთნელმა მისი ფორმა დაკიდა, თითქოს სულ გაეთრიეო. ხო, უცნაური მწვრთნელია. დიანა, იცი რა? ახლა აიღე ტელეფონი და დაურეკე სმაილს და კითხე რატომ მიგატოვა და რატომ დატოვა სკოლა. ნასტია, სერიოზულად ამბობ? შენ ფიქრობ რომ ეგ არ მიცდია? 200-ჯერ მაინც დაურეკე, შეიძლება უფრო მეტჯერაც. თან თვითონ როცა ტელეფონი გამორთული ქონდა, მის დედას დაურეკე. მანაც არ აიღო, მაიგნორებს რატომღაც. დიანა, როგორმე უნდა მოვაგვაროთ ეს სიტუაცია. შეიძლება რაღაც მიზეზი არის, რატომაც წავიდა სკოლიდან, თან თავისი უნიფორმა დატოვა. კარგით გოგოებო, მოვიფიქრე. დღეს სკოლის შემდეგ მის უნიფორმას ავიღებ და წავიღებ სმაილის სახლში. შემდეგ ვკითხავ, რატომ დატოვა სკოლა და საერთოდ ანუ მეც რატომ დამტოვა. და მივალ და მოვითხოვ ყველაფრის ცოდნას, რადგან ამის ღირსი ვარ. აი, მაინც გავიგებ ყველაფერს. გეფიცებით კლასების შემდეგ აუცილებლად წავალ. დიანა, ეს ბურთიც არ დაგავიწყდეს. ხო, დიანა, სახლში მიაკითხე და მიზეზი გექნება, ვითომ ფორმა მიგაქვს და ამასობაში ყველაფერს გაიგებ, ზურგს არ შეგაქცევს. გოგოებო, მე მგონი რაღაც ძალიან სერიოზული მოხდა და სხვათა შორის ამ სკოლაში თუ არ დაბრუნდება, მეც მომიწევს სკოლის შეცვლა, იმიტომ რომ აქ სმაილის გარეშე მე ვერ დავრჩები და ვერ ვისწავლი. ახ, პროვასტი, ძალიან მიყვარხარ, აი საუკეთესო ხარ. დიანა, მეც მიყვარხარ. გოგოებო, გამარჯობა, შეგიძლიათ მოგვილოცოთ დღეს მე და ბროვასტი ჩვენ ორ თვეს აღნიშნავთ ერთად. ხო, ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს. შეგიძლიათ გაჩუმდეთ? ხო, თქვენთვის დაიტოვეთ თქვენი ბედნიერება. დიანას პრობლემები აქვს. გამარჯობათ ბავშვებო, ძალიან ბედნიერი ვარ თქვენ გამო, მართლა და დღეს ჩემი სმაილთან ორი თვე იქნებოდა, მაგრამ ძალიან ცუდია რომ სკოლიდან გადავიდა. მართლა? დიანა, დაშორდით? რა მოხდა? არ ვიცი ისევ ერთად ვართ თუ არა, მაგრამ ერთი რაღაც ვიცი. სკოლის მწვრთნელთან მოუვიდა ჩხუბი და ახლა აქ აღარ სწავლობს და სკოლის მერე ვაპირებ რომ თავისი ფორმა მივუტანო სახლში და გავიგო რა მოხდა. ვა, დიმა, ნახე, კიდე ძუძულებს. ჰეი, ძმაო, მოდია. დიანა, ეს არ გინდა. ბროვასტი აქ დარჩი? სულ რას ეძებ ჩემს ოთახში, ჰა? გამაგებინე. საიდან იფიქრე, რომ შენ ოთახში ვიქნები? წითელი ძაფი მაქვს გაბმული და გახეული იყო. ხო და თავი დამანებე. მოიცადე, ეგ რას ნიშნავს დიმა? ბროვასტი, უთხარი რამე. დიანა, სმაილზი არ ინერვიულო. კი, სკოლიდან წავიდა, მაგრამ მე ხო აქ ვარ. მისმინე დიმა, შენი სულელური ხუმრობების მოსმენის ხასიათზე არ ვარ. მე ვარ. შეგიძლიათ მარტო დამტოვოთ, ღმერთო? ვაიმე, კოსტა და დიმა, მითხარით რა გინდათ მისგან? ხო, უკვე გითხრეს გასაგებად, დაანებეთ თავი. დიმა და კოსტა ცოტა ნორმალურად მოიქეცით, თორემ მთავარი კალათბურთელი მე ვარ და ცოტა სხვანაირად დაგელაპარაკებით. გაიგეთ, ახლა მთავარი კალათბურთელი ბროვასტია და დარტყმა შეუძლია. რა კარგია რომ სმაილი წავიდა.იანა! დიანა, მაპატიე, ამის თქმა არ მინდოდა. იანა, ყველაფერი სწორად თქვი. შეგიძლიათ ციცილი შეწყვიტოთ? ძალიან დამღალეთ უკვე ყველამ და ვისტრესები, წავედი აქედან. დიანა, უკვე შეგვიძლია ერთად ვიყოთ. ხო, იმ სმაილს დიმა ბევრად ჯობია. როგორ არიღლებიან. ვაუ, იანა, შენგან ამას ნამდვილად არ ველოდი. დიანა, მაპატიე, მართლა არ მინდოდა ასე მეთქვა. კარგი იანა, მესმის შენი. კარგი ბროვასტი, წავედი, უნდა ვივარჯიშო. დიანა, მაპატიე, გთხოვ, შემთხვევით წამომცდა. კარგი იანა, მომისმინე, უბრალოდ გაჩერდი და ჯობია ბოლოჯერ იყოს ესეთი რაღაც. დიმა, შენ არასდროს არ დაგიბრუნდები, გაიგე? ბოლო დროს ძალიან გამაღიზიანებელი ხარ. დიმა, უნდა გიხაროდეს, რომ იანას ძმა ხარ, თორემ მაგრად აგარტყამდი. შენი საერთოდ არ მეშინია. მომისმინე ბრაუს თუ იანა კიდევ ღამის 12-ზე მოვა სახლში. მაშინ დიმა ეტყვის მამას, რომ ის მეგობართან კი არა, შენთანაა. ო, როგორი საშიშია. ისე მამაშენს მე თვითონ მკითხე, რომ იანასთან გავსულიყავ. კოსტა, გაიგონე, მამა იანას 12-მდე გარეთ ყოფნის უფლებას აძლევს და მე 10-მდე. დიმა, ახლა მიზეზი გაქვს, რომ მამაშენს დაელაპარაკო. ჯიჯი, ხელები მე რატო უნდა დაგვარნო? იმიტომ, პატრიკ, რომ ბიჭმა უნდა მიხედოს თავის გოგოს. მე უბრალოდ გასწავლი შენ ამ ყველაფერს. მიდი? აი, ყოჩაღ, ხო ხედავ, არ ყოფილა ეგეთი რთული. და მოკლედ, პატრიკ, ეს იყო პირველი გაკვეთილი. შემდეგზე გასწავლი როგორ შემიკრა ფეხსაცმლის თასმა. რა? ოჰ, უყურეთ ერთი დაბრუნდნენ. ხო, ბავშვებო, ჟურნალში არა დაგეწერათ. რა, ხო კარგად ხართ, უბრალოდ ხელებს ვიბანდი ცეპირფარეშოში. ხო, მე ჯიჯის ვუვლი. მეგობრებო, ისეთი ახალი ამბავი გინდათ, ყველა რო დაეცემ. კი. მოკლედ, კალათბურთელების მწვრთნელი ახალ მოთამაშეს ეძებს, იცით რატომ? რატომ? იმიტომ, რომ სმაილმა სკოლა მიატოვა, რა მაგარია. ახლა კალათბურთელი ვიქნები, ყველაზე მაგარი. ვაიმე, და დიანამაც დატოვა სკოლა სმაილიკთან ერთად და შემდეგ მე გავხდები ჩირლიდერი, კაპიტანი. ჯიჯი, კარგად ხარ? მერე იქნებ ვიღაც კალათბურთელი გაიცნო. ეს არ მჭირდება.
ოჰო, პატრიკი ეჭვიანობს. და შემდეგ რას ფიქრობ? რა თქმა უნდა, კალათბურთელები ხომ მომივლიდნენ მე, ძალიან მაგარი იქნებოდა. კარგი რა ჯიჯი, დაწყნარდი. ხო, ჯერ ჩირლიდერი გახდი. არა, ჯერ დიანა უნდა წავიდეს სკოლიდან. არა მგონია რომ წავიდეს, ეგრე ადულად ვერ მოვიშორებთ. გოგოებო, ვარჯიშის ხასიათზე არ ვარ. დიანა, მაგრამ შენ თვითონ თქვი რომ გჭირდებოდა სტრესისგან თავი გაგენთავისუფლებინა. ხო, მაგრამ ლეილა არ გესმის, ხელებს ვეღარ გგრძნო, ფეხები მიკანკალებს, ზოგადად ძალიან დეპრესიაში ვარ, აღარ შემიძლია. დიანა, მოდი ბროვასტის უთხრათ და კარგ შეყვარებულს გიპოვის. მაგრამ მე არ მინდა სხვა შეყვარებული, მხოლოდ სმაილი კი მინდა. სხვა არავინ მჭირდება. დიანა, იცი რა, ხომ იცი მე როგორიც ვარ, ხო და უფლება მომეცი წავიდე და დაველაპარაკო სმაილიქს და საერთოდ ყველაფერი ვუთხრა. მაგრამ ნასტია, ხო იცნობ იმას, არ მოგისმენს შენ. დამიჯერე ლეილა მომისმენს. მისმინე დიანა, მე ვიცი შენ რას გჭირდება. დღეს ჩემთან სახლში წავიდეთ, შევჭამოთ ფისტას ნაყინი და მოусმინოთ სევდიან სიმღერებს. მართალი ხარ იანა, ზუსტად ეგ მჭირდება. გამარჯობა სმაილ. ჩემი ბრალი არაა რომ სკოლაში წასვლა გეშინია. რომელი კარადაა შენი? არ მესმის რომელია? უკეთესად გამოიყურებოდე რას ნიშნავს? ეს მარტო შენი პრობლემებია. კარგი რა სმაილ. საერთოდ სად ტარდება გაკვეთილები? ვა, აქ ყვირიან, ესე იგი აქ არიან ყველა. მარიუსა, წავიდეს დიანა სკოლიდან, არ სადაც არ წავა. თუ არ წავა, ჩვენ დავეხმარებით. არტემ, ვერ იქნები კალათბურთელი. გამარჯობა ბავშვებო, სმაილი აქ სწავლობდა? რას გულისხმობ სმაილი, შენ არ ხარ? ხო, მაგრამ მან სკოლა მიატოვა. ბავშვებო, სმაილს რა დაემართა, ეს პროტესტის გამო არის? მე მგონი თმის ვარცხნილობის გამო გააგდეს. ის მართალია რომ სკოლიდან გაგაგდეს? მე გადავაბით, მე მაიკი ვარ, სმაილის ძმა, მის ფორმას ვეძებ აქ. სმაილს ძმა ყავს? და ჩვენ არ ვიცოდით? მაიკ შეგეშალა, ან სპორტის დარბაზში უნდა წახვიდე ან გასახდელში. ხო, მან მოძებნე. მისმინე, შენი ძმა მართლა გააგდეს თუ თავისით წავიდა სკოლიდან? თქვენი საქმე არაა. ვა, მაიკი მაგარია, ნეტა სწავლობდეს ჩვენ სკოლაში. მოიცა, ტყუპები არიან? ხო, ტყუპები, მაგას როგორ ვერ მიხვდი. მეც შევამჩნიე, სმაილს ძალიან გავს. შეხედე დიანა, სმაილი როგორ უყვარს, ვერც ველაპარაკებ. დიმა არ ინერვიულო, აქ აღარ სწავლობს, შანსი გაქვს. მეგობრებო, ხო არ იცით სად არის დარბაზი ან გასახდელი ოთახი? სმაილ, შენი ნივთების წაღება გინდა? მაგრამ რანაირი კითხვა, როგორ არ იცი გასახდელი და დარბაზი სადაა? კიდევ ერთხელ, მე სმაილი არ ვარ, მაიკი ვარ, ჩვენ ტყუპები ვართ, ერთმანეთს გავართ. შეგიძლიათ მითხრათ სადაა გასახდელი ან დარბაზი? ტყუპი? დიმა, იცოდი რომ ტყუპი ყავდა? არა. მესამე სართულზეა, მარჯვნივ. მადლობა მეგობრებო, თქვენ ყველა შეშინებულები ხართ აქ. გოგოებო, გამარჯობა, ესაა სპორტის დარბაზი. დიანა, ნახე, სმაილი მოვიდა და თმის ფერით შეუცვლია. სმაილ, გვეხუმრები ხო? რანაირად დაგავიწყდებოდა ოთახი? სმაილ, მეხუმრები თუ სერიოზულად ამბობ? და არ იცი როგორ ნერვიულობდი შენზე? სად იყავი? გაჩერდი, არ ვარ სმაილი. სმაილ, შოქში ვარ, სერიოზულად ამბობ ახლა? სმაილ, ტელეფონს არ იღებდი, მერე თმის ფერი შეიცვალა და ახლა ტრაბა, ხო? სმაილ, შენს მეხსიერებას რა დაემართა? არ ახსოვს სად არის თურმე ოთახი? იქნებ ისიც დაგავიწყდა დიანა ვინ არის? გთხოვ, სმაილ, უბრალოდ სიმართლე გვითხრი, თუ ჩვენ შორის მორჩა ყველაფერი, მითხარი და გავიგებ. თუ ჩემ გამო მიდიხარ სკოლიდან, მაგასაც გავიგებ. უბრალოდ მითხარი, რატომ არ პასუხობდი ჩემ ზარებს და საერთოდ რა ხდება? კი, მესმის, შენ დიანა ხარ, მე მაიკი, სასიამოვნოა შეხვედრა. რას გულისხმობ, მაიკი ხარ და რანაირად არიცი რომ მე ვარ დიანა? ხო, გოგოებო, ეს რანაირი ხუმრობაა? იქნებ ვინმე თავში ბურთი მოარტყა. არაფერი არ მესმის, არც მე. მოკლედ აგიხსნით, მე მაიკი ვარ, სმაილის ტყუპი ძმა. რა? აქ მოვედი რომ მისი უნიფორმა ავიღო, რადგან აქ აღარ ისწავლის. ერთი წამით არაფერი მესმის. გოგოებო, ეს სიზმარია? თუ შენ სმაილის ძმა ხარ, თვითონ სმაილი სად არის, ჰა? კარგი გოგოებო, აგიხსნით. მე და სმაილმა ვიჩხუბეთ და შემდეგ ორივე მთმები ვარდისფრად შევიღებთ. სმაილს მასწავლებელი ეჩხუბა და მერე გააგდო. კარგით გოგოებო, მგონი გავიგენ, რაღაც მაინც ხდება ნათელი. ხო, კარგია რომ იანამ გააკეთა. გოგოებო, სმაილმა ვარდისფრად შეიღება თმა. იანა, ანუ ამბობ რომ შენ და სმაილმა თმა ვარდისფრად შეიღებეთ, შემდეგ მწვრთნელმა გააგდო, მაგრამ რატომ აიგნორებს მაშინ? რატომ არ პასუხობს ჩემ ზარებს? ტელეფონს რატომ არ იღებს? სმაილი, იმიტომ გადავიდა რომ კალათბურთის გარეშე ვერ იცოცხლებს. თქვენ არაფერ შუაში ხართ.
კარგი მგონი მესმის ყველაფერი და მოიცა რა ქვია? მაიკი. ხო, მისმინე მაიკ, უთხარი სმაილს რომ ყველაფერს მოვაგვარებ მწვრთნელთან და შეუძლია ამ სკოლაში ითამაშოს კალათბურთი და უთხარი რომ ეგრევე დამირეკოს. მე არ მადარდებს მისი თმა ვარდისფერია თუ არა. კარგი ვეტყვი, მაგრამ ჯერ მისი უნიფორმა უნდა ავიღო. მისმინე მაიკ, გითხარი რომ არ გჭირდება მაგის გაკეთება. ყველაფერს მოვაგვარებ მწვრთნელთან და სმაილი აქ ითამაშებს. მაიკ, წადი და უთხარი სმაილს რომ დიანა ყველაფერს მოვაგვარებს. ხო, ეს რა ცირკი მოგვიწყვეთ აქ? ვაიმე, ჩემი თავი ტრიალებს. კარგით, ხო, მივდივარ. ღმერთო, აქ საერთოდ როგორ სწავლობდა? რა არეულობა, გოგოებო, გაიგეთ, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება თურმე რომ სმაილმა თმა ვარდისფრად შეიღება. კარგით რა. ხო, დიანა, ახლა შეგიძლია აღარ ინერვიულო. ვაიმე, ხო, კიდევ კარგი მომეშვა ცოტა. ახლა ვარჯიშის ხასიათზე. მოდით ვივარჯიშოთ. ადგილებზე დადექით. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დააჭირეთ ზარის ღილაკს ხელი. მალე გნახავთ. კარგად.